ახალ ხევსურეთ კიდეც ვილოცებ გუდამს ფაში დაჩენილ ხევსურეთ არ დავიწყება უნდა ხევსურული სოფელი ადრე იღვიწებს სანამ მთის ფერდობზე მზის პირველი სხივი ამოანათებს გაბრუ პაპა უკვე ფხიზლობს და დილის 2 მტრიალში ჩაბმამდე ოჯახურ კერიას ათბობს ყველაზე ძვირფასისთვის დილას ავდგებ მალე და რო დედაკაცთან ამადგების ფეჩ ვაგზებ რო ვიდად იყოსო და არ შესწირდასო აი დედაკაცი მყავა და მხილდე რო არ გაცივდასო ასე უკვე 28 წელი გაბრო და ნინო ოჩიაურებმა ერთმანეთი გარიგებით გაიცნეს მომავალი სიძე პატარძალი ოჯახის უფროსებმა შეარჩიეს გვარიშვილობა და ხასიათი კარგად შეისწავლეს ვერცხლის აბაზიანით დანიშნეს და 2 წლიანი გამოსაცდელი ვადაც დათქვეს ნინო ბებომ ყველა გამოცდას გაუძლო უკვე წლებია ოჩიაურებში დიასახლისობს და საუკეთესო დიაცად ითვლება ყველას თავისი სახელი ქვია რომ დაუძახებ იგებენ უკვე რომ მეძახებ ეს არის ჭაბლა ეს არის შველია მოფერება იგებს საქონელი მოფერებას და გაბრაზებასაც იგებს საქონელი ოჯახის მსხვილფეხა წევრებისთვის დღეს ცოტა დრო აქვს წინ საქორწილო სამზადისია 28 წლიანი თანაცხოვრების შემდეგ ღვთის წინაშე ერთგულების ფიცი დღეს პირველად უნდა დადონ წუხანთელი ემოციებით მე არ მეძინა მთელი ღამე თითქმის ისეთი გახარებული ვიყავი მაინც კარგია რაც უფალს სურს ადამიანმა ის უნდა აკეთოს ღამე არც აქეძინათ შემოდგომის გამხმარ ფოთლებს პურის თავთავებში აწდავდნენ და საქორწილო რიტუალისთვის მარადისობის გვირგვინს ქმნიდნენ ხვალისთვის ყველაფერი განსაკუთრებით ლამაზი უნდა იყოს გალობა ხელსაქმის დროს ხევსურეთში კიდევ ერთი მივიწყებული ტრადიციაა. თავის შესამკობად გვირგვინებს ძველად თურმე ნაირ-ნაირი ყვავილებისგან წარმართულ რიტუალებზე ქსოვდნენ. ახლა კი ქრისტიანული და დაგვიანებული ჯვრისწერისთვის ემზადებიან. გვირგვინი არის მარადიულობის სიმბოლო და ვინც რომელიმე მეფე დედოფალიც გვირგვინს დაიდგამს თავზე, ის უხრწნელების გვირგვინს ატარებს. დედა მარიამი და გასათხოვარი ხევსური ქალები მარადისობის გვირგვინს ხვალ-სხვებს მოარგებენ. თავად კი ძველს კიევში შენახული ხევსურული სამოსით ცეკვა თამაში მაყრიონს გაეჯიბრებიან. ამ ოთახში ტრადიციულ ხევსურულ წყვილად გარდასახვა ხდება. როცა 50 გადაცილებული შოთა არაბული ძველს კიევში შენახულ ხელით ნაქარ ისტორიას სხეულზე ირგებს, ფიქრებით შორეულ წარსულში მოგზაურობს და იმ დროს იხსენებს, როცა 21 წლის წინ გიგაურების ოჯახში ქალის ხელის სათხოვნელად მივიდა. უფროსი კაცები მიდიოდნენ და მიქონდათ ნიშანი. ეს იყო ნაჭერზე პატარა ნაჭერზე დაკრული ვერცხლის აბაზიანი. და ეს იყო იმ ქალის ნიშნობის ნიშანი. დატოვებდნენ იმას, თუ ქალის ოჯახის თანახმა იყო, დატოვებდნენ თუ არა, ნიშანს არ მიიღებდნენ. ჩვენ შემთხვევაში ასე მოხდა, ეს დანიშნა. ეს კი არ ყოფილა არასოდეს რომ. ადრე არ იყო ასე რომ მეუღლეს შიდი გაეკეთებინეს, მაგრამ ეს ერთად ცხოვრებამ კიდევ ცივილიზაცია მოიტანა. 150 წლის ხევსურულ ტალავარს იშვიათად იცმებენ, მხოლოდ განსაკუთრებულ დღეებში და ისიც რამდენიმე საათით. იმისთვის, რომ ოჯახურმა რელიქვიამ შვილიშვილებამდეც მიაღწიოს. ეს ეცვა ჩვენს ბებიებს, ჩვენს პაპებს, ჩვენს მშობლებს, ახლა ჩვენ ვიცავთ, მე ჩვენი შვილები შეიცვალენ. რომ სანამ გაგვიძლებს ნეფე დედოფლის მოლოდინში მაყრიონმა ისევ ძველი ტრადიცია გაიხსენა. ასეთ მასში ჩაწნული თივით ოდესღაც დასანიშ გოგოებს რთავდნენ, მალე რომ გათხოვილიყვნენ.
საუკუნეების წინ მივიწყებული ქორწინების საღვთო რიტუალი ხევსურეთის პატარა სოფელ კორშაში დღეს პირველად უნდა შესრულდეს. ტრადიციებითა და წარმართული რიტუალებით სავსე მხარეში მივიწყებული სიახლე რთული დასანერგი აღმოჩნდა. ღვთისწინაშე ერთგულების ფიცის დადების მსურველი ბევრია, მაგრამ ცნობილი დათქმა ერთად სიკვდილშიც და სიცოცხლეშიც ბოლო წუთს თითქმის 10 წყვილმა გადაიფიქრა. აბა კიდე ვინ იძებს ჩვენს? ხევსურებო ვჭამეთ სირცხვილი. შემოდით აბა ყველა. ძველი და ახალი ტრადიციების სინთეზი წარსული დიდების გარემოცვაში სოფლის მუზეუმში იშლება. კორშაში ეკლესია არ არის და იმიტომ. მაგრამ მამა იოანეს ჯვრისწერისთვის ყველაფერი მზად აქვს. საგანგებოდ სანთლისგან გაკეთებული საქორწილო ბეჭდების ჩათვლით. გაიხარე და გაძლიერო. გამრავდი. ვიგალობდი და მინდა ღმერთს შევედრო. ვიხილო. რომელიმე თქვენთაგანის ნაყოფი. თქვენი სიყვარული. აი ეს იქნება ყველაზე. როცა არაბულებში ცეცხლზე ხინკლის ქვაბი იდგმება და სამზარეულოში 19 ნაოჭიანი ტრადიცია იხვევა, ეს იმას ნიშნავს, რომ ზეიმის მეორე განყოფილება ხურდება. საყოველთაო ფუსფუსში ოჯახის ყველაზე პატარა წევრის აქტიურადაა ჩართული და წინაპრების თანდაყოლენიც მშობლიურ კერძებში ახუჭუჭებს, ოღონდ უსიტყვოდ. ხინკლის კეთებაში ლაპარაკი არ შეიძლება, იმიტომ რომ ჩაბოში. ღერულების სუფრა მაინც პრობლემებზე საუბრით იწყება. ყველასგან მიტოვებულ მხარეში ქრისტიანობის შესუსტებაზე დარდობენ და იმ დღეზე ოცნებობენ, როცა სოფელში პატარა ეკლესია გაჩნდება. როგორც ჩანს, მე მამაოსაც უთხარი, რომ ალბათ ისევ აი მირიან მეფის გაგებაში ის მოდის ისევ რა, ჯერ კიდე ვერ ბედავენ. და გაიხსნა დაიწყო. ეკლესიას აშენდება, მღვდელის გვეყოლება და წმენაც გვაქვს, რაც მთავარია. ხევსურული ოჯახიდან მხიზლად ვერცერთი სტუმარი ვერ წავა. ეს ჭერის სირცხვილია. ტრადიციებს ვერც უცხოეთიდან ჩამოსული მთიშვილი გადაურჩა და მონატრებულ კუთხეში დაბრუნებულს ღვინით სავსე ყანწი მასპინძელმა ნაღველის გასაქაროებლად მიაშველა. 14 წელია საქართველოსთან წასული ხევსური ვარ. ისევ აქარო, ისევ დაბრუნდი. მე მიხარია რომ ისევ ბობოქრობს და ისევ ძლევამოსილია ჩემი ხევსურული ჟინი. ჩოჩქოლი კარებში იმის მაუწყებელია, რომ საკართაგანოს დრო დადგა. ეს ის ცნობილი ბოლოჭიქა, რომლის დალევასაც სუფრაზე გაურბიან და კარში აწევენ. სტუმარს უნდა გაალევინო წასვლის ეს აუცილებლად. ისევ ერთ-ერთი სტუმარი ვეცა. ვერა, არა. თუ მაინც არ დალია მოხლის ჩოქზე დაუჭდები და დალევს. ვინც ნებით არ დალია, ძალით ჩაასხეს. გაუმართვი. ოპა! ავიდა ხინით წავიდა. წინაში ახლა ჯვარდაწერიების სადიდებელი და ხევსურული ცეკვა თამაში მთაში შუა ღამემდე ისმოდა. მანამ სანამ ტრადიცია წყვდიათში არ გაიფანტა.